Salmებით ჟურნალისტი გახლავართ დავით კიგალიშვილი, ახლა ვიმყოფები ავსტრიის პარლამენტში, სადაც შეხვედრა იმ ადამიანთან, რომელმაც ძალზე გააღიზიანა ჩვენი დე-ფაქტო ხელისუფლება, როდესაც ევროინტეგრაციის შესახებ მოხსენებისას ძალზე მკვახად უპასუხა გარკვეულ საკითხებს და შევეცდები გავიგო თუ რა არის სინამდვილეში ახლად მიღებული პროგრამა ევროპული ფარი. ნეოლიბერალური პარტიის კლუბში მორიგ შეხვედრაზე სახელწოდებით საუბრები თავისუფლებაზე ევროკომისარი მართა კოსი მიიპატიჟეს. მასპინძლობა მას პარტიის წევრმა, ევროპარლამენტარმა ჰელმუტ ბრანშტეტერმა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პარტიის ლიდერმა ბეატა მეინი-რეიზინგერმა გაუწიეს. წინა სიტყვაობებში ითქვა, რომ ევროკავშირმა ახალი უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს და ამისათვის პირველი ნაბიჯები პროგრამა სახელწოდებით ევროპული ფარის სახით გადაიდგა. უკრაინაში რუსული აგრესიის პირობებში და შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში ცვლილებების ფონზე ევროკავშირმა მეტი ძალისხმევა უნდა იხმაროს, რათა ავტორიტარული რეჟიმების გარემოცვაში არ აღმოჩნდეს. ამ პირობებში კი ევროკავშირის გაფართოების საკითხი ახალ დატვირთვას იძენს. Secondly, I want to say I'm so proud that now for the third time in a row we have such a great woman giving this speech to freedom. ევროკომისარის გაფართოების საკითხში მართა კოსის წარდგენისას ხაზი გაესვა მის განსაკუთრებულ წვლილს. მისი ცხოვრებისეული გზა ცალკე აღინიშნა. პროფესიონალი მოცურავე, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, ელჩი, ჩამონათვალი შორს აგვიყვანს. მის გამოსვლას კი წითელი ხაზივით გასდევდა გზავნილი. ევროპამ მეტი ძალისხმევა უნდა გაწიოს საკუთარი ფასეულობების დასაცავად, მეტგრად იბრძოლოს ანტიევროპული პროპაგანდის წინააღმდეგ, როგორც ევროკავშირის შიგნით, ისე მის გარეთ. თუ გავერთიანდით, ეკონომიკური და ინტელექტუალური რესურსებით ჩვენ შეგვწევს ძალა ნებისმიერ გამოწვევას გავუმკლავდეთ, აღნიშნა კოსმა. ევროპის გაფართოება კი ერთ-ერთი საუკეთესო ბერკეტია. ჩვენ არა მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს ვნახავთ, არამედ ევროპული დემოკრატიული ფასეულობების თანამოზიარეებს შევიძენთ. მოუწოდებ ევროსკეპტიკოსებს დააძლიეთ თქვენი ეჭვები, შიშები, დაგვეხმარეთ წინ აღუდგეთ დიქტატურას და ძალმომრეობას. ევროკომისარის ამ განცხადებებმა მხურვალე მხარდაჭერა პოვა ავსტრიელ ნეოლიბერალებში. ჩვენ და სამწუხაროდ ევროპის გაფართოებაზე საუბრისას საქართველო უარყოფით კონტექსტში მოიხსენიეს. როგორ აღიქვა ეს დარბაში მჯდარმა საქართველოს ელჩმა უცნობი დარჩა. შეხვედრის ბოლოს გაიმართა მოკლე კითხვა-პასუხი, რომლის დროსაც ხაზი გაესვა თავისუფლების როგორც ასეთის და პიროვნული თავისუფალი არჩევანის უალტერნატივობას. ასევე ამ ფასეულობისათვის ბრძოლის მნიშვნელობას. დღეს ჩვენ აქტიური ევროპელები გვჭირდება, ამ სიტყვებით დაგვირგვინდა ეს შეხვედრა. მის ბოლოს კი კლუბის თავკაცი შეეცადა მოკლედ აეხსნა ახალი პოლიტიკური პროგრამა ევროპული ფარის შინაარსი. ევროკომისარმა კი პირდაპირ მიმართა საქართველოს, მის დე-ფაქტო ხელისუფლებას და ქვეყნის მოქალაქეებს. What we are doing in the European Parliament is we talk to a lot of experts and they tell us how our democracy is in danger and there are a lot of dangers. Of course, it's disinformation. რაზეც ახლა ევროპარლამენტში ვაკეთებთ, ეს ვესაუბრებით ექსპერტებს, ვარკვევთ სინამდვილეში რა საფრთხების წინაშე ვდგავართ. ეს კი უმეტესწილად დიდი რაოდენობით დეზინფორმაცია. არა მხოლოდ სოციალურ ქსელებში, არამედ პრესასა და ტელევიზიაში, საბოტაჟი ტელეგრამში, დარკნეტში, აქ აქტიურობენ რუსეთი, ირანი, ჩინეთიც კი. მაგალითად, მიგრაციის საკითხის ბოროტად გამოყენებით რუსეთი ცდილობს შეარყევოს ევროკავშირი. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ამას. მეროც მხრივ არსებობს ამერიკული საინფორმაციო პლატფორმები, სადაც ტყუილ ამბებს არანაირი შეზღუდვა არ აქვს. ესეც ჩვენთვის სახიფათოა. ევროპელები ახლა ვიმყოფებით ვითარებაში, სადაც სამხედრო კუთხით ძალზე სახიფათო მეზობელი რუსეთი გვყავს, მეორეს მხრივ ყოფილი მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც საბაჟო გადასახადების ტარიფების გაზრდით გვემუქრება. მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ევროკავშირს ძალუც წინ აღუდგეს ამ გამოწვევებს, გაძლიერდეს და ჩვენ ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. He would punish us with new tariffs. So we, on both sides, we have to fight. If we do it right,
then I'm very optimistic that Europe at the end can get out stronger, and that's where we're working on it. I'm full of admiration of the people of Georgia. აღტაცებული ვარ საქართველოს იმ მოქალაქეებით, ვინც ყოველ დღე ქუჩაში დემოკრატიისათვის და ევროპისათვის იბრძვის. მე მოუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას ყური დაუგდოს საკუთარ ხალხს. ეს მათი მოვალეობაა, მიყვნენ მოქალაქეების ნებას. მე ხშირად მესმის ამ ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან, რომ მათ უნდათ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ რეალობა სულ სხვაა და ამიტომაც ბოლო მოხსენებაში ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოს ცუდი შეფასება მიიღო. ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებამ შეწყვეტეთ ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და თავისუფლებისათვის მებრძოლი ხალხის ციხეში დატყვევება. შემოbrundit, შეცვალეთ ევროპის საწინააღმდეგოდ მიმართული კანონები და დაიწყეთ ცვლა საქართველოს ევროპული მომავლისაკენ. And start working on the European future for Georgia.